მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გამჯერად გადაცემა პოლიტიკური სიმცე მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. ცოტა ხნის წინ ჩვენ სახლზე მცირე ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც უკვე გამოსწორდა და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომ ასეთ ხარვეზი აღარ გამეორდეს და ეხლა უკვე გეტყვით თუ რა თემები იქნება ჩვენს ეთერში დღეს მთავარი. პირველად ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს თემაზე თუ როგორ უნდა აირჩეს საქართველოს პატრიარქი და ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს პატრიარქი, ასევე ვისაუბრებთ ილია მეორის 8 წლის შესახებ, იცით რომ კვირას დაკრძალეს პატრიარქი. ბუნებრივია ანდერძი არ არსებობს, ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო. განაცხადა მან მისი განმარტებით პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავის მოსაყდრეთ მიტროპოლიტი შიო და ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს. ანდერსთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ყოველთვის ასეთი, რომ თუ კი პატრიარქი თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერსს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძალიან ბრძენმა მწყემსთავარმა თავის სიცოცხლეშივე იმისთვის, რომ შემდგომ ამას არ გამოიწვია რაიმე დაპირისპირება, უკმაყოფილება გადაწყვიტა, რომ დაედგინა მოსაყდრე. ანდერძის საჭიროება ბუნებრივია აღარ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს განცხადება პროტოპრესვიტერის, რომ მისი აზრით ილია მეორის ნება იყო, რომ შემდეგი პატრიარქი ყოფილიყო მეუფე შიო. ეს თემაც იქნება ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის დროს და ასევე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში ელენე ხოშტარიას საქმეზე, როგორც იცით, ქალი პოლიტიკოსი 4 შვილის დედა დღეს 1 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში კახა კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები იქნებიან გეგა ლემონჯავა, დროას წევრი, ასევე თენგო კირთაძე, ფედერალისტებთან თამარ-გამყრელიძე, თავისუფლების მოედნის წევრი. რაც შეეხება გადაცემის პირველ საკითხს, ჩაგვერთვება მეუფე გიორგი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი, ხოლო ჩვენთან სტუდიაში იქნებიან ნუგზარ ბარდაველიძე, რელიგიათწოდნე და ლევან აბაშიძე, თეოლოგი. დავიწყებ ჩართვით, მივესალმები მეუფეს, გამარჯობა. თუ გესმით ჩემი? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით თქვენი ეთერით და მიუსამძიმრებ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ. მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს, ჩვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი ერის მამის ღვთივმიცვალებას და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო თქვენ. კი ბატონო, თქვენი შეფასება გითხარით მისი უწმინდესობის მოღვაწეობის რა არის მისი მთავარი მემკვიდრეობა თქვენი აზრით? თუ თქვენ გაკავშირებთ რაიმე პირადი მოგონება ამაზეც რო გითხრათ და შემდეგ მინდა ვისაუბროთ შემდგომ რა იქნება, ანუ როგორ გაგრძელდება მოვლენები, როგორი არის პროცედურები და როგორ უნდა აირჩეს ახალი პატრიარქი. პირველ რიგში მე მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო მადლობით, დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყავდა ასეთი წყემსთავარი, როგორიც გახდა ჩვენი პატრიარქი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს, რომელმაც ზიდა უმძიმესი ჯვარი საქართველოს მართლმადიდებელი და ეკლესიისა და ჩვენი ერისა. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას იმ მაღალი კულტურისთვის, იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებისათვის, რაც თვითონმა ჩვენთაგანმა ვიხილეთ ამ დღეებში. მათი უწყლელი წუხილი, მათი ბლოვარება სიყვარულთან ერთად შეზავებული, მათი ეს სიტყვები, რომელიც ისმოდა ქუჩებში გვიყვარხარ პატრიარქო, საოცარი ამაღებებელი, ასე ვთქვათ, მოვლენასთან ჰქონდა ჩვენ. რაც შეეხება ძალიან ძნელია ისაუბრო ისეთ სოფლიო მნიშვნელობის მართლაც ღვთაებრივ პიროვნებაზე, როგორც ძალდებოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. ეს არ იქნება ნამდვილად გადაჭარბებული, რომ ის ნამდვილად სოფლიო მნიშვნელობის სულიერი წყემსთავარი საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა, რომელმაც ფაქტიურად თქვენ იცით, რომ მან საკუთარი პიროვნებით შექმნა ერთგვარი ეპოქალური სახე ისეთი დიდი მამამთავართა, როგორებიც იყვნენ თუნდაც აი ჩვენი
დიდი კათალიკოსები, კირიონი, ამბროსი და ალბათ არ არის შემთხვევითი ბატონო მერაბ, რომ აი სწორედ მე-9 დღე ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ავტოკეფალიის აღდგენისა და სწორედ მისი უწმენდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღე დაემთხვა ამ დღესასწაულს დღეს და ნამდვილად ჭეშმარიტად მან განისვენა იმ უდიდეს კათალიკოსების გვერდზე, წმინდანების გვერდზე, როგორებიც იყვნენ კირიონი, ამბროსი, ლეონიდე და ის მამამთავარი, რომელთაც საქართველოს აღუდგინეს ავტოკეფალია. და ამ ავტოკეფალიის აღდგენის თქვენიცით და მოეხსენება ჩვენ საზოგადოებას, აი ამ დიდი საქმის ჭეშმარიტად დამაგვირგვინებელი გახდათ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და მე ვგულისხმობ, როდესაც მას დიდი ღვაწლით, დიდი მეცადინეობით ფაქტიურად 1990 წლის თუ არ ვცდები მარტის თვეში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მაშინდელი ყოვლადუწმინდესი პატრიარქის დიმიტრიოსის მეშვეობით გადმოგვეცა სიგელი საქართველოს ეკლესიას არა აღდგენისა ან იმის, არამედ ცნობისა, აღიარებისა და საქართველოს უძველესმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი, ესე ვთქვათ, კუთვნილი ადგილი დაემკვიდრა მსოფლიო ერთიანი ეკლესიის წიაღში. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება თემას რა იქნება შემდეგ. მაინტერესებს ამის შესახებ თქვენი აზრი. საბოლოო ჯამში ნიშნავს თუ არა მაგალითად ის რომ მოსახლედ გამოარჩია პატრიარქო მეუფეშიო ის რომ ის იყო მისი ასე ვთქვათ ფავორიტი ამ თანამდებობაზე და რამდენად შეიძლება საერთოდ პირიქით სხვანაირად მოხდეს და სხვა გახდეს ასე ვთქვათ პატრიარქი. აი, როგორც ხვდები, ხარვეზი არის ტექნიკური. კი ბატონო, მოდით თავიდან დავბრუნდეთ. დაურეკოთ, შეგახსენებთ მეუფე გიორგი გვერდთვება, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი და მასთან უკვე უნდა ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. მას მე რაღაც აღარ არის საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. ტექნიკო მამა გიორგი გესმით ჩემი? რაღაცა ხარვეზი იყო უკაცრავად. ხო, გაგვეთიშა ზარი. ეს ამოატრიალოთ ეკრანი თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, გვერდულად რო დადოთ. კი ბატონო. ტექნიკასთან ცოტა სვანები მწრალად არის. არა უშავს. ჩემი კითხვა გაიგეთ. გაიგეთ? კი ბატონო. ჩემი კითხვა თუ გაიგეთ, თუ თავიდან გაგიმეოროთ. იქნებ გამიმეოროთ უკაცრავად. ხო, ანუ მე მაინტერესებს რამდენად ეთანხმებით პროტოპრესვიტერს, რომ ის რომ დაასახელა მოსახლედ მეუფეშიო, ანუ ანდერძი აღარ იყო საჭირო და ფაქტობრივად დაახლოებით ასე გამოვიდა, რომ ის არის პატრიარქის არჩევანი, ეს 100 არის თუ არა თქვენი აზრით, ანუ ილია მეორის არჩევანი, ის იყო მისი ფავორიტი და რამდენად შეიძლება საერთოდ სხვა გახდეს პატრიარქი, როგორ ფიქრობთ? ნუ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის უწმინდესობამ თუ არ ვცდები 9 წლის წინ, ხო, მან დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მისი ყოვლადუსამდელოესობა მიტროპოლიტი შიო და ნუ ეს და მე ახლა სინოდზე ფაქტიურად სინოდმა დაამტკიცა მისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობა. იქ სინოდზე იქნა გაჟღერებული, რომ თქვენ იცით, რომ ახლა ეს მე ვადევნებდი თვალს, ცოტა კი უხერხულია ახლა რაღაცა ამ დისკუსიაში შემოსვლა, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე რაღაცა მაინც ვეცდები რომ ორი სიტყვით გითხრათ, რომ ესე იგი სინოდის ხდომაზე თქვენ მოგეხსენებათ, თუ ახლა არის ხო საუბარი, რომ აი იყო ანდერძი დატოვებული, არ იყო ანდერძი დატოვებული, უხუცესმა მღვდელმთავარმა ამის შესახებ იკითხა. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო სეიფში იდება ხოლმე ანდერძი, თუ ეს ანდერძი არსებობს. თუმცა კი თქვენ იცით, რომ ეს ანდერძი ალოგიკურიც იქნებოდა, რომ არსებობდეს, იმიტომ რომ სიცოცხლეშივე ეს უწმინდესობამ გამოაცხადა. თუმცა კი
სინოდის მოდელთავარმა რამოდენიმე თუ არ ვცდები ეს სეიფები სიცოცხლეშივე იქნა დალუქული მისი უწმიდესობის თანდასწრებით ესწრებოდა სინოდის წევრები და უხუცეს მოდელთავარმა როცა იკითხა რომ სეიფში დევს თუ არა ანდერძი ან საერთოდ სეიფი არის თუ არა სანახავი ნუ იქ მოდელთავარებმა რამოდენიმე დაამოწმა რომ სეიფში არ დევს ანდერძი ასე რომ არანაირი საფუძველი არ აქვს იმისი ჩვენ რომ მაშინ რაიმე ეჭვშევით ამით და ასე რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ხო მაგრამ ეს ნიშნავს რომ აუცილებლად მეუფეშიო გახდება პატრიარქი თუ ეს ამას არ ნიშნავს არა ეს ამას არ ნიშნავს რა თქმა უნდა ეს იქნება მე შემდგომში როცა გაფართოებული კრება გაიმართება და გაფართოებული კრებამდე კიდე სინოდი იქ გამოირჩევა კანდიდატურები და იმის მიხედვით იქნება ეს ხო არ არის მემკვიდრეობა ხო ეს არ არის მონარქიული მემკვიდრეობა და თუ მერთი ინებებს და რა ვიცი თავარი არის რომ მე მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას აი ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და ეხლა არის დიდი მარხვა მძიმე მარხვა და ნამდვილად ჩვენ უნდა ვილოცოთ ვიმარხულოთ შევთხოვოთ უფალს რომ მისი ნება გამოვლენილი იქნას წმინდა სინოდის მღვდელმთავართა შორის და საპატრიარქოს ტახტი დაიკავოს ღირსეულმა გამგზელებელმა იმ დიდ მამამთავართა კვალისა რომელსაც ნუ აგერ თქვენი მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უკვე ნახევარი საუკუნე ფაქტიურად ღირსეულად უძღვებოდა ხო, ნუ რთული იქნება რა თქმა უნდა ილია მეორის შემდეგ თქვა ამ მემკვიდრეობის გადაბარება და ალბათ ეს არჩევანიც არ იქნება მარტივი ხო რომლის გაკეთება მოუწევს წმინდა სინოდს ეთანხმებით კი ბატონო რა თქმა უნდა ახლა ეს არ იქნება თქვა უწმინდესი თქვენ მოგესწრებათ რომ მართლაც ბრძანდებოდა გუმბერაზი ტიტანი ესე რომ ვთქვათ თანამედროვე ენაზე შეიძლება ესე ვთქვათ და თუმცა კი ჩვენ ყველა მისი ხელდასმულები ვართ, მისი შვილები ვართ და ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია უდიდესი ღვთის წინაშე, ჩვენი ერის და დედა ეკლესიის წინაშე, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ძალიან დიდ ისტორიულ მოვლენას და პირველ რიგში ვილოცოთ შვიდა წყნარად, რომ გამოვლენილი იქნას ღვთის ნება უპირველეს ყოვლისა. ხო, ნუ თქვენი სურვილი მესმის და მეც გიერთდებით ამ სურვილში, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესია და მშვიდად და წყარად უნდა იყოს. თუმცა ბევრი პროგნოზირებს, რომ შეიძლება არც ისე მშვიდი აღმოჩნდეს ეს ახალი პატრიარქის არჩევს. თქვენ როგორ ფიქრობთ და თქვენ თუ ყავთ თქვენი ფავორიტი ამ შემთხვევაში? იცით რა არის ზოგადად აი ჩემი დამოკიდებულება სინოდის მღვდელმთავართა მიმართ მაგ უაღრესი პატივისცემა თვითონ მათთაგანს უდასტურებ ჩემ ქრისტეს მიერ სიყვარულს პატივისცემას ჩვენ ნამდვილად მე ვიტყოდი მიუხედავად იმისა რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი იქნა გაკეთებული იმისათვის რომ ეკლესიის რეპუტაცია შელახულიყო მათ შორის მღვდელმთავართა სასულიერო პირთა და 1000 პროვოკაცია იქნა მიზან მიმართულად ალბათ განხორციელებული ეკლესიის წინააღმდეგ, თუმცა კი მე გარწმუნებთ, რომ სინოდში ძალიან ღირსეული მღვდელმთავრები ყავს და არიან. და ახლა დანარჩენი უცდომელი და შეუცდომო არავინ არ არის, ხო? მათ შორის ახლა როცა საუბარი არის ზოგადად წმინდანობაზე, ახლა ეს დღეები სულ ეს ისმის მათ შორის წმინდანობაც კი აბსოლუტურ უცდომელობას არ გამორიცხავს. ნუ მე არ გულისხმობ ახლა სარწმუნოებრივ აფსარებლობით ცდომის. ხო, ეს რადგან ეს თემა ახსენეთ, მეუფე ნიკოლოზი ამბობდა, რომ უნდა მოხდეს წმინდანად აღიარება. თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით ამაში? ჩემი პირადი აზრი ამასთან დაკავშირებით, ჩემ გულში ზოგადად, აი პირადად ჩემ გულში ნამდვილად მისი უწმინდესობა ასაყდრებული არის ნამდვილად ის იყო წმინდა ადამიანი, თუმცა კი საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გვმართებს და ყველაფერს თავისი
წესი და ასე ვთქვათ წესი გააჩნია. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მეუფე ნიკოლოზისადმი, მე ვფიქრობ, რომ ანუ უბრალოდ საკითხიც არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა ქართველი ერისათვის და ამ ყველამ ნახეთ ხო ჩვენი თვალით, რომ ნამდვილად ყველა სკოლში ჩვენი პატრიარქი არის მართლაც წმინდანთა შორის აღსაყდრებული და ჩვენი ერისმამა არის, მის და მის სიყვარული, პატივისცემა განუზომელი არის, თუმცა საკითხისადმი დამერწმუნეთ მის უწმინდესობასაც ასეთი მიდგომა არ გაუხარდებოდა, ნუ ეს ჩემი კერძო აზრი არის. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ეს თვის განგებულებაში არის მოქცეული, ასევე ჩვენ ვიქნებით ამის გამტარი, რა თქმა უნდა. გასაგებია, ფავორიტზე თუ კითხეთ, თუ ყავთ თქვენ უკვე გაქვთ გადაწყვეტილი თუ აი ამ დეტალებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე თავ შევიკავებდი. ნუ მე ალბათ კიდე გავა დრო და ეს დისკუსიები ალბათ ფართოდ გაიშლება და ნუ ამაში არაფერი დასაძრახი არ არის, საზოგადოება შეუძლია ძალიან ისე ცივილიზებულ ფარგლებში იმსჯელოს, ვისაც ამის კომპეტენცია აქვს და ისაუბროს, რადგან მე მესმის, რომ ჩვენი ხალხის მზერა და არა მარტო ჩვენი ხალხის დამერწმუნეთ სოფლიოს ყველა კუთხიდან მზერა არის მიტყობილი დღეს საქართველოს უძველეს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. და მე ვფიქრობ, რომ კარგად იქნება ყველაფერი ღვთის შეწევნით. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მეუფე გიორგი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გვერდებოდა და როგორც გითხარით, სტუდიაში ჩვენთან არიან ნუგზარ ბარდაველიძე, რელიგიათმცოდნე, ლევან აბაშიძე, თეოლოგი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ დღეებში ძალიან ბევრი ითქვა მეორის 8 წელზე მის მოღვაწეობაზე ჩვენს ეთერშიც, სხვა ტელევიზიების ეთერშიც, თუმცა ალბათ ამოუწურავია ეს თემა, ამიტომ მაინც მინდა რომ ამ საკითხით დავიწყო, რადგან თქვენ ჩემს გადაცემაში არ ყოფილხართ ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენი მოსაზრებაც რომ მოვისმინო მისი მემკვიდრეობის შესახებ, რა არის თქვენი აზრით მისი მთავარი მემკვიდრეობა, მისი პიროვნება რო შეაფასო და შემდეგ უკვე გადავიდეთ აი ამ მეორე საკითხზეც. რადგან მოგზაურობთ, თქვენგან დავიწყო. ძალიან მრავალი კუთხით შეიძლება აღიჩა, მაგრამ მე მაინც გამოვყო ძირითადში, იმიტომ რომ ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ ზეიმე პერიოდი იყო, როცა მოხდა მისი აღსაყდრება 67 წლის ბოლოა, როგორც უწოდებენ ზასტოის პერიოდია და მე ვერ ვიტყვი, რომ რელიგიური ორგანიზაციები მაშინ რაღაც ისე თავისუფლად ცნობდნენ თავს. იქით ყოველდღიურად იყო ესე იგი აგიტაცია, ეს ათეისტური, ის მარქსისტული, მატერიალისტური ამ რელიგიის წინააღმდეგ და თან ახლა რომ გადავხედოთ, თუნდაც აი პარალელურად გავაუბროთ, როგორ იყო ის პერიოდი, ხა მე კარგად მახსოვს, მაშინ ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა თქვა სიონში დავდიოდი და ეფრემ მეორე იყო პატრიარქი და აი ეს იჯდა ხოლმე ტაძარში ან ეზოში, იქ ესე იგი გამოვლელი პატარა ბავშვები, მეზობლები იქ თქვა ეთამაშეოდა და რეალურად სულ რამდენიმე ადამიანი იყო და თვითონ სინოდის წევრი 5 მღვდელმსახური იყო, ისიც საკმაოდ ესე იგი ასაკოვანი. და აი ამ პერიოდში ზუსტად მით უმეტეს იცით რომ გავხსენეთ რომ შეორნაძესაც ჰქონდა ხა ესეთი იდეოლოგიური პოზიცია ეკლესიის საწინააღმდეგო. ამის ფაქტებიც მრავალი ახლა არ შევეხებ. აი ამ პერიოდში მე ვთვლი რომ ესე უცებ რომ შემოაბრუნა ასე იგი ახალგაზრდები მოვიდნენ სტიხაროსნები, სიონი უკვე სავსე იყო, რეალს ვეღარ იტევდა და ნელ-ნელა დაიწყო ავტორიტეტის ზრდა. მახსოვს მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი და მოიწვიეს მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, ჰქონდა შეხვედრები და აი ამით ბიზანი რა იყო რომ ეკლესიის ავტორიტეტი გაზრდილიყო საერთოდ საზოგადოებაში. თორე მორწმუნეებში რა თქმა უნდა ყოველთვის იყო, მაგრამ იმ საზოგადოებაში რომელიც გულის სიღრმეში რა თქმა უნდა ამ სიყვარულს, იმიტომ რომ მაშინ ეს ეკლესია პატრიოტიზმი რაღაც ესე ერთ სივრცეში ასოცირდებოდა, რომ აი ეს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. ეს იყო. მეორე საერთაშორისო მასშტაბზე საქართველოს და ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ზრდა, ეს არის აი 80-იანი წლების დასაწყისი. როდესაც ახლა აქ შეიძლება ზოგი კრიტიკულად უყურებს, მაგრამ ესე არ არის ხა.
დღევანდელი გადასახედიდან სხვა არის, მაგრამ იმ პერიოდში ვინც იყო და აი მაშინ თავის თავზე გამოცადა რა ანტირელიგიური თქვა წნეხი იყო, სულ სხვანაირად აღიქმნა, იმიტომ როდესაც ის ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საეკლესიო თქვა ორგანიზაციას მის მიმართ ეს სურდათ, ასურდათ სახელმწიფოს რაღაც ნაბიჯები უნდა გადაერგა. აქ ძალიან ბევრი უცხოელი მღვდელმთავარი ჩამოდიოდა, თქვა მღვდელმთავარი კი საერო პირების თუ ჩამოდიოდნენ, აუცილებლად აი იქიდან იწყება პატრიარქთან ვიზიტები. და აი ეს უკვე არის ზრდა, ამის მერე პატრიარქს შეეძლო, რომ ბევრი რაღაცა, რასაც მანამდე ხელისუფლება არ გააკეთებდა, ის მოეთხოვა. თუნდაც ის იყო, რომ ყველა რაიონში თითო მოქმედი ეკლესია ყოფილიყო და მე ვიტყვი, აი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. აი ესეთ ფაქტს მე ვერ გავიხსენებ 1980 წელს, როცა ახალციხეში წმინდა მარინეს ეს ტაძარი გაიხსნა. ეს რა თქმა უნდა, რო არ ყოფილიყო. იცი აი მე ესე ვამბობ, ისეთი წინადადება შესთავაზა მთავრობას, რაზეც მათ უარი ვერ უთხრეს. გასაგებია. ხო, ნუ საინტერესო ახსნა არის. კი, ეს არის. შემდეგ ეს ჟურნალი ჯვარი ვაზის საღვთისმეტყველო კრებულები, რომლებიც გამომდის და მე ვიტყოდი, აი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა აი ამ განათლებას, რომ კადრები წამოსული იყო სასულიერო და მე თუ ეს ძალიან დიდი გარღვევა იყო ისეც. ერთი რომ ეს ბიბლია გამოიცა, არადროს არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში სრული ტექსტი ბიბლიის ქართულ ენაზე არ იყო. აი ამის გამოცემა. და თქვათ, ნუ თავიდან იყო 5000 ტირაჟი და მე სხვა დიდი მონდომებით უწმინდესისაც და რა თქმა უნდა თავრობის ხელშეწყობითაც ის 5000-50000 გახდა და მაინც საკმარისი არ იყო და სასულიერო აკადემიის გახსნა სემინარის თბილისში გადმოტანდა სასულიერო აკადემიის ეს დიპლომატიური უნარი ქონდა ხო ეს თავარია იმიტომ რომ თქვა როცა ამოთ თქვა აი ვინ უნდა იყოს მღვდელ თავარი ხო აქ რა თქმა უნდა შეიძლება აქ არ არის თავარი ის დიდი ღვთისმეტყველია ღვთისმოსავლის არა თავარია მას უნდა ქონდეს ორგანიზაციული უნარი რომ ეკლესია მართოს ეს ძალიან რთულია ბევრი რთული ვისაც წარმოუდგენია შეიძლება რამდენიმე ათასიანი კოლექტივი იყოს საერთო იმის მართვასთან შედარებით ეს ერთი და დიპლომატიური უნარი იმიტომ ეს არის სახელმწიფოსთან და ეკლესიას შორის ეს ის მნიშვნელოვანი რომ შენ ეკლესიას არა პატივის სცენ ანგარიში გაუწევენ მაშინ როდესაც ავტოკეფალია ოფიციალურად არა ლეგიტიმურად კანონიკურად არ აქვს და აი თავიდანვე ეს დაიწყო აქაც მე ვიტყოდი რომ ნუ ახლა 10 წელი დაჭირდა მაგრამ ეს მართლაც ესე იგი როიტყვი მოკლე დროში მოესწრო ეს მე ვიტყვი რომ ეს იყო აი იმ საბჭოთა პერიოდის იმ პირველი ეტაპი რაც არის საბჭოთა პერიოდში უწმინდესის მოღვაწეობის იმის დაგვირგვინება როდესაც 90 წელს ეს ტომოსი ოფიციალურად იქნა განმოწმული. ხო, და რაც მნიშვნელოვანია, მან რასაც ხავს უსვამენ, ეს არა იყო ტომოსი რაღაც მონიჭების შესახებ ავტოკეფალიის, თითქოს ახლა მოგვედიჭო ავტოკეფალია. არა, ვიცი, არამედ ხო იყო ეს იყო ჩვენი ძველი ავტოკეფალია. დეტალები შეიძლება ამაზე ვთქვათ, არც ხილდეს საუბარი, ეს იყო. აქ იყო კიდე ძალიან პოლიტიკური დინებები იყო ჩართული, იმიტომ რომ თქვა, ნუ იმ სოფლიო პატრიარქს, ის ვიცი ახლა ტერმინებში, მაგრამ რატო იყო იმ ტერმინზე რომ ეხლა გაძლევთ, იმიტომ რომ მაშინო თუ როგორ თქვენ გინდათ, ისე იქნებაო, მაშინო უნდა მოითხოვოთ მეხუთე ადგილიო. ანუ ეს უნდა რომ გამოიწვია დაპირისპირება მოსკოვის საპატრიარქოსთან. ანუ წინ რუსეთის ეკლესიის. ახლა ესე მარტივად არ არის ეს. ნუ შენ თუ უფრო ძველი ხარ, უფრო წინ არა, თუ იმას ითხოვთ რომ გქონდათ წინარე საუკუნეებში, მაშინ აი აქ დიპტიხის მომენტი იყო, იმიტომ რომ ის რომ ავტოკეფალიას მოგცემ ტომოს იქნება მაგაზე დავა არ იყო, იქ მიდიოდა დიპტიხს. აი ეს იყო იმიტომ რომ და მაშინ იმპერია მე საბოლოოდ რომელ ადგილზე ამბობ. ნუ ახლა საბჭოთა პერიოდში რთული იყო მაშინ რომ თქვათ იმ მოსკოვის საპატრიარქოს რომელიც რუსეთის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთო უნისონში მუშაობდა ის რაღაცნაირად უკან ჩაგეჩოჩებინა და ძალიან ბევრ რაღაცას უნდა გათვალისწინება და ამას ითვალისწინებენ იმიტომ ამბობ ის არის გარდაიქმნა დიდი სასული ისე როგორც ჩვენ პატრიარქს უნდა და როგორც საქართველოს საკითხი როგორ გადაწყდა ყველაფერი კარგად გადაწყდა არა როგორ მაქსიმალურად როგორც შესაძლებელი იყო ამბობთ მაქსიმალურად როგორც შესაძლებელი იყო ისე
კი ბატონო. მაქსიმალურად როგორც იყო შესაძლებელი იმ ვითარებაში. ხო, ნუ თავარია რომ მივიღეთ აღიარება და არა რაღაც ახალი ავტოკეფალის მონიჭება, ხო? და არა ძველის აღიარება. ბატონო ლევან, თქვენი შეფასებაც რომ მოვისმინოთ. რაც ითქვა ამ დღეებში და ბატონო გზარმა თქვა, ნამდვილად ვეთანხმები. სწორედ აიცით როგორ რომ მოვიდა პატრიარქი, სწორედ რაღაცნაირად ხმა გავარდა მთელ საზოგადოებაში, რომ არის ახალი პატრიარქი, აქტიური, პატიოსანი ისეთი. და მე მაგალითად მოსკოვში ვსწავლობდი იმ დროს პირველ კურსზე ვიყავი და იქამდეც მოაღწია ჩემამდე და რო ჩამოვდიოდი თბილისში, კვირაობით დავდიოდი. მივდიოდი ახლა მაშინ მივდიოდი ქადაგების მოსასმენად ხოლმე ბოლოსკენ. ხო და ეს ნამდვილად ესეა, ანუ მან მაქსიმალურად გახსნა კარი ეკლესიები და როგორც ითქვა, ყველა მოიწვია. და მრავალი მოდიოდა ზოგი ინტერესი, ზოგი ეძებდა რაღაცა ჭეშმარიტებას, მე მაგალითად ესეთი მაძიებელი ვიყავი, თქვა, ფიზიკოსიც იმიტომ გავხდი, რომ რაღაცა მაინტერესებდა ეს. ხო და მე მივედი ეკლესიაში ზოგიერთი, მიდიოდა სწორედ აი ამ პატრიოტული მოსაზრებით, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია იყო ერთადერთი საერთოდ ინსტიტუცია, რომელიც ფორმალურად მაინც დამოუკიდებელი იყო, ხო? კი, შეიძლება რაც არ უნდა თქვა, რომ ერეოდა სახელმწიფო და მართავდა და ისე შემდეგ, მაგრამ ფორმალურად ის არანაირად არ იყო დამოკიდებული რუსეთის ეკლესიაზე და თანაც ჩვენი ეკლესია, ჩვენი ქართული გალობა, ქართული ეკლესია და მრავალი ამ მომენტით იმიტომ იყო იქ გიაჭანტურია და წერეთელი და რა ვიცი, ვინ არ იყო იქ ჩვენი ასე თქვა გულხურვალე მოძრაობა ფაქტობრივად აქედან გულხურვალე პატრიოტებისგან, ხო, ესე იყო. საოცარი დრო იყო, ხო, ვეთანხმები ყველაფერს ასევე, რომ ის იყო ნამდვილად იყო დიპლომატი, ზომიერი იყო, როგორც ამბობენ, როგორც ვიცით. ცდილობდა რომ მოეგვარებინა საკითხები, კარგი ნორმალური ურთიერთობა ქონოდა ასევე ხელისუფლებაში, ზოგი ამას საყვედურობდა, ზოგი ამბობდა რომ ნუ ხო გასაგებია, ზოგს უნდოდა რომ უფრო აქეთ ყოფილიყო, უფრო იქით ყოფილიყო და ის ყოველთვის ცდილობდა რომ მაქსიმალური რაც იყო ეკლესიისთვის საჭირო და სასარგებლო. ხო, თქვენ ახსენეთ და ბევრი საბურავთ ამაზე, რომ დიპლომატიური კარგუნარი ქონდა და ახერხებდა, ორგანიზაციული, მაგრამ ერთი ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გკითხოთ, რატომ ვერ მოახერხა მან ურთიერთობის დავაგება პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან. მე მგონი ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა ხო, პატრიარქს საქართველოს ხელისუფლებასთან ასე გაუმწვავდა ურთიერთობა. რთული საკითხია, იცით, საერთოდ ახლა პირველ პრეზიდენტს დიდი პატივისცემის მიუხედავად ბევრთან ქონდა უთანხმოება, თქვათ, ის საკმაოდ ისეთი შეიძლება ითქვას კომპრომისზე ძნელად მიდიოდა და შესაძლოა ის რაც მას სურდა, თქვათ, ეკლესიიდან ყველაფერი არ გამოვიდა. ნაწყენი არიან მასზე ამის გამო. ეხლა მე იქ სწორედ იმ დროს ვიყავი აკადემიაში ვსწავლობდი, როდესაც იყო 91 წლის ამბებს გულისხმობთ, ხო? ხო. იცით როგორ არის, აი იქ თუ ნახავთ არქივში იქ არის გამრეკელის გამოსვლა, მაშინ მაშინ იყო მამა გიორგი იყო მაშინ გამრეკელი, ჩვენი რექტორი. სწორედ იმ დღეებში, როცა ეს იყო, ზოგი პუჩს ეძახის, ზოგი სამოქალაქო ომს, ის ამბობდა, რომ ჩვენ ეკლესიას ნუ ჩაგვთავთ ამ ასე ვთქვათ კონფლიქტში, ხო? ჩვენ ესე იგი მთავარი იდეა მისი რა იყო პატრიარქის რომ ესე იგი ზვიად გამსახურდიას ცხადია უნდოდა რომ მკვეთრად დამდგარიყო ხელისუფლების გვერდით რაც ნუ ეკლესიამ ესე არ უფრო ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და ცხადია თუ ამას გულისხმობ ჩემ ცხადია რატო იყო უკმაყოფილო გამსახურდია და მისი აქტიური მომხრეებით. ეს გასაგებია თავისთავად. მაგრამ საპატრიარქო მაინც დაიკავა რაღაცნაირად ის ეს არის ძმებს შორის ომია და ჩვენ ამას ასე ვთქვათ, ჩვენ ამაში ვერ ხარეს ვერ დავიჭერთ. იმ დახურებაში ალბათ სწორი პოზიცია იყო. მაგას მე არ შინაო დაპირისპირება, იმიტომ რომ
მაშინ რომელიღაცა მხარე გამოდიხარ და ეკლესია არ შეიძლება რომელიმე მხარე. ხო, თუმცა მან დაირღვა ხელისუფლება იყო არჩეული დემოკრატიულად და მისი დამხობა ძალით არ შეიძლებოდა, ხო? რაც არ გასაგებია იცით რა, ეხლა მომხრეები, გამსახურდეს მომხრეები ამბობენ რომ იქით მხარეს იყო რუსეთიდან მართული რაღაც, მაგრამ ეხლა ჩვენ ხო ვიცით რა ჩვენმა თაობამ რა, ჩემი ზოგიერთი მეზობელი იქით იდგა, ზოგი აქეთ ეს ვთქვათ იგივე ჭანტურია და წერეთელი იყვნენ იქით მხარეს, ხო? ეხლა თანაც რა დრო იყო, აი, სწორედ ერთმანეთს ხშირად უწოდებდნენ სუკის აგენტს, სუკი ნიშნავს კგბ-ს ქართულად, რა ვიცი. კი ბატონო. ესე იგი ერთმანეთს უწოდებდნენ სუკის აგენტებს რაღაცა და აი პატრიარქი სწორედ მე ამას ვამბობ, რომ სწორედ იყო იმის მომხრე, რომ რაღაცნაირად ერთმანეთისთვის პატივი უნდა გვეცა, რაღაცნაირად ნელ-ნელა უნდა გვევლო ამ გზაზე, ამ ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე. მაგრამ ჩვენ ესე იგი კონფლიქტში შევედით ეს ჩემი აზრია, რომ კონფლიქტში შევედით, თქვათ, აფხაზეთშიც კონფლიქტში შევედით, სამხრეთ ოსეთშიც და ერთმანეთთანაც. აი ეს იყო უბედურება და პატრიარქს ფაქტობრივად პატრიარქის გზაზე არ დავდეთ. რასაც ჩვენ პატრიარქი მოგვიწოდება, ის ეკლესიის პოლიტიზება ვერ გავაკითხოთ. ამას ხშირად ამბობ, რომ ეკლესიის პოლიტიზება არ შეიძლება, მაგრამ მაინც თითქოს ასე გამოდის, ხო? ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეკლესია სათავისოდ გამოიყენოს. აქვს რაღაც ეს დამოკიდებულება და ეხლაც ბევრი პრეტენზია მოვისმინე აი ამ პანაშვიდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხელისუფლებამ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პანაშვიდი აქცია რაღაც საკუთარი იმას, რა ქვია, ოჯახურ ღონისძიებად, იმიტომ რომ იქ არ შეუშვეს არც არ დაპატიჟეს ყოფილი პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მეუფეშიოს ბავშვობის მეგობარია და დაპატიჟეს პრემიერის და ოჯახის წევრები, ასე ვთქვათ, მათ შორის, არა მარტო თანამდებობის პირები და ივანიშვილიც, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს ოფიციალურად. და ამაზე იყო ბევრი უკმაყოფილება და თქვენ როგორ შეაფასებთ ამას? რა თქმა უნდა, ახლა ზიარები და მაღაზია ახლა სოციალურ ქსელებში რო ვაკვირდები, არის ნაწილის, თქვათ, აღშფოთება. ახლა მაგ რა შეიძლება იყოს, ცოტა ისე ირონიულად ვიტყვით, ქართულ ჯიგრულ პონჩი. აი ესე გამოვიდა. ხო, ესე გამოვიდა. სხვათა შორის ოპოზიციის წარმომადგენლობა თქვენს, რომ საპატრიარქო არ იყო წინააღმდეგიო, რომ ჩვენც იქ ყოფილიყავითო, მაგრამ სახელმწიფო კომისია, რომელიც იყო შექმნილი, მათ უარი თქვა. ეგ წამსვლელია რა, საპატრიარქო არ იყო წინააღმდეგი. ის ძველი პერიოდი, რაზეც ახლა ბაბონი ლევანი ზანებდა რა, მაშინ ცდილობდა რომ ეს კონსენსუსი ყოფილიყო, წონასწორობა ყოფილიყო, ორივე მხარესთან ყოფილიყო დიალოგი. აი ხა აი წარმოვიდგინეთ. კი თქვა ეკლესიამ გადმოდგა ნაბიჯი და შენ თუ არ გადადგავ ნაბიჯს, როგორ იქნება ეს? ეს მეორე ნაბიჯი შენც ხო უნდა გადადგა. დიალოგი სხვანაირად არ გამოდის. ხო? აი ეს არის შენ ამ შემთხვევაში მხარეს უნდა გქონდეს თვითონაც შინაგანი მზაობა ნაბიჯი გადადგას. ან თქვენ გსაუბრობთ გამსახურდიაზე? არა, საერთოდ მე ვამბობ, აი ზოგადად ვამბობ. ხო, ნუ მესმის ხო, ყოველთვის მნიშვნელოვანია მზაობა ერთი და მეორე. აი ეხლა მაგალითად ჩვენ გვახსოვს პატრიარქის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯაღმაიძემ თქვა, რომ ჩვენ პატრიარქის თხოვნით მივმართეთ ხელისუფლებას პატიმრების გამოშვებაზე, პოლიტპატიმრების გულისხმობა შეწყალებას და ორივეჯერ უარი მივიღეთ, 4ჯერ მივიღეთ უარი ხელისუფლებისგან. ხო, ნუ დღეს ახლა ჩვენი შემდეგი თემა არის რენე ხოშტარიასთვის ეს მისჯა და ამ შემთხვევაში ხელისუფლება ერთი მხრივ ცდილობს რომ რაღაცა წარმოადგინოს, რომ აი ის არის რაღაცა ქართული ეკლესიის დამცველი და მზად არის ყველაფერში დაუჯეროს ეკლესიას, თუმცა ნუ ხედავთ რომ აქეთ აგერ ეს თხოვნა მაგალითად უგულებელყვეს. ამაზე რა სიტყვით? რა უნდა თქვა, რაც შეეხება ის ნებისმიერი ხელისუფლება მეტად ნაკლებად ცდილობს რომ ეკლესიასთან რაღაც კარგი ურთიერთობა გქონდეს. აი, კარგიც არის და იცით რა, ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რა ეკლესია გამოყოფილი კონსტიტუციით გამოყოფილია, არ უნდა ჩაერიოს, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ. მაინც ეხლა ეკლესია, როცა ამხელა ეკლესიაა და ამხელა გავლენა აქვს. გინდა თუ არა ის არის რა ქვია გავლენა ესე შეიძლება ეკლესია ანუ როცა უნდა გავლენას იყენებენ და ეხლა ეკლესია უნდა თხოვა რომ პატიმრები შეიწყალება აქ უარი უთხრეს. ნუ ეს პატიმრების შეწყალება ისეთი რამეა კი ბატონო ხო ყველაფერში ნუ ხელისუფლება რა შეიძლება თქვას იცით შეიძლება ამბობს
რა ვქნათ ეს სასამართლო დამოუკიდებელია. ესე არ არის მე რა. არა, სასამართლო პრეზიდენტს ხო შეუძლია? აი პრეზიდენტს შეუძლია სწორედ. პრეზიდენტს შეუძლია შეიძლება. იქაც არის სასამართლო დამოუკიდებლობის მე არ მჯერა ამბობს რომ მათ არ პრეზიდენტს ხო შეუძლია შეიძლება. არ შეინანიეს. ლევანი ამბობს კი რა ჯერა თუ არ ჯერა. ფაქტი აღნიშნა რომ აი ესე გავიგე, მაგრამ ფაქტია რომ პრეზიდენტს შეუძლია რომ გააკეთოს ეს ყველაფერი. კი ბატონო. მოდით ახლა გადავიდეთ ამ შემდეგ თემაზე, ეს არის არჩევა პატრიარქის, ახალი პატრიარქის, როგორც ითქვა, რომ იქ არის შეზღუდვები, 40 წელს გადაცილებული უნდა იყოს და 70 წელს არ უნდა იყოს გადაცილებული და ამ შეზღუდვებით 9 მღვდელმთავარი გამოირიცხა. მეუფე გიორგი რომელიც ჩავხდით ამბობდა რომ ხუშეწევით ეს ყველაფერი 7-დან ჩაივლისო. თქვენ არ გაქვთ იმედი რომ 7-დან ჩაივლის ეს ამბავი? მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ გარეგნულად აი გარეშე თვალისთვის 7-დან ჩაივლის, მაგრამ შიგნით რა დინებები იქნება ეს ძალიან ძნელი არის ვთქვა რომ მაგრამ წარმომიდგენია რომ იქნება იქ თქვა. იმიტომ ხა წარმოვიდგინე ჯერ უნდა ეს სამი კანდიდატი შეერჩას. ეს ნიშნავს უკვე რაღაც სამი ჯგუფი გაჩნდა, რომელსაც ნუ თავის ისა ვინ სურთ, ხო? მე უკვე ორი უნდა აირჩეს და აქ რა თქმა უნდა იქნება ხა პირდაპირ მე სულ ამო ყველა ეთერში თქვი რომ პირდაპირ ჩარევა არ იქნება და პრინციპში არც ადრე არ ყოფილა, მაგრამ ხა ირბი ჩარევიდან ვინ იქნება ხა ვინ იქნება დაზღვეული. მივხედე ხლა მე მინდა ერთი ისტორიული წიაღსულა გავაკეთო, იმიტომ რომ ფაქტობრივად აი გასულ წელს იყო 1700 წელი ნიკეის სოფლიო კრების. ხო? ანუ იმპერატორმა კონსტანტინე მოიწვია ის კრება, ხო? მისი სურვილით, მისი დაფინანსებით ჩატარა. თვითონ ის უშუალოდ იქ არ შედიოდა, მაგრამ ყოველ დღის ბოლოს ინფორმაციას იღებდა და რისთვის იყო ის კრება, რომ წამსი მიეღოთ ის, რასაც ყველა წლის დროს კითხულობ და აღდგომის ერთიან თქვათ იმ რიცხვზე შეთანხმება. შემდეგი მსოფლიო კრებებიც რო იყო, ვინ იწვევდა, იმპერატორი იწვევდა. ეხლა თუ გადახვევთ იმ ბიზანტიის იმპერიას, რომელიც ჩვენ ესე თავარი მაგალითია, მე თქვათ რუსეთს, იქაც ხედავთ რომ თავი ხელისუფლების ინტერესი სეზარო პაპიზმი რასაც ქვია, გასაგები აღმოსავლურ ეკლესიაში სახელმწიფოს ჩარევები იყო. ეხლა ჩვენთან თუ ავიღებთ რა ეხლა ის რუის კრება ძალიან რომ ეხლა ჩვენ ხო სხვა კონსტიტუცია გვაქვს. სხვა სახელმწიფო მოწყობა. ის არის ყო სახელმწიფოს ჩარევა? გავიგეთ, მაგრამ ეხლა სხვა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს, გამიჯნული ერთმანეთისგან. ის სხვა სახელმწიფო მოწყობა არის, თქვათ, გამოყოფილია ეკლესია, კი ცალკე არ უნდა ჩაერიონ არც ეკლესია სახელმწიფო საქმეებში და არც სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. თუმცა თქვენ ვარაუდობთ, რომ იქნება ცდელობა. როცა თქვა ამდენი მილიონით აფინანსებს ეკლესიას, ამ დროს ჩარევას ვერ ხედავ, აი მაინტერესებს, აი მე ესეთ კითხვას დავსვი. ეს არ არის ჩარევა. ალბათ. ეხლა როცა თქვა რაღაც ადამიანი დაგეხმარა, მე ხო რაღაცა თავს ვალდებულად გძნობ მის წინაშე. გასაგებია, მაგრამ ეს ხელისუფლების ფული არ არის, ჩვენი ფულია საბოლოო ჯამში. სახელმწიფოს როგორც უნივერსიტეტის დაფინანსება. წინამთავრობაც აძლევდა ასე ვთქვათ. ხო, თქვენ რას ფიქრობთ ბატონ ლევან, რამდენად მოსალოდნელია რომ იყოს იქ ხელისუფლების ინტერესები გამოიკვეთოს და არის თუ არა ფავორიტი მეუფეშიო უკვე შეგვიძლია ვთქვათ? მე ვერ გეტყვით. აი მეორე კითხვაზე ვერ გეტყვით არის თუ არა ფავორიტი, მაგრამ ის რომ თვითონ ის ფაქტი რომ თვითონ პატრიარქმა ის მოსაყრეთ დანიშნა ჯერ კიდე 8 წლის წინ თუ 9 წლის წინ ალბათ ამას გაითვალისწინებ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ეს 7-დან ჩაივლის განსაკუთრებით, როდესაც ეხლა ჩვენი პატრიარქი ყველა აღნიშნავს, რომ იყოს სწორედ ამ შვიდობის მომხრე და მორიგების მომხრე და აი ეს სული განსაკუთრებით, როცა მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მე მგონი ესეც მოქმედებს ყველაფერზე და საერთოდ ზოგადად იმის თქვა მინდა რომ როდესაც არის არჩევნები, ცოტა სხვა მაგალითს მოვიყვან თუ შეიძლება, აი თქვა ერთი ძალიან ჩემთვის საყვარელი თეოლოგი ამბობს, რომ როდესაც მიდიხარ ზიარებაზე, თქვა უნდა მაქსიმალურად მოემზადო, ასე შემდეგ რომ ღირსეულად, ასე თქვა მიიღო ზიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში მომზადება სწორედ ის არის, შენ უნდა გრძნობდე რომ შენ არ ახარ ამის ღირსი, მაგრამ იღებ ღმერთისგან. აი ესევე ამდვილი მღვდელი, ოდე იქნება თუ მღვდელმთავარი თუ პატრიარქი, საუკეთესო სწორედ ის არის, რომელსაც გულწრფელად მიაჩნია, რომ ის არ არის ამის ღირსი.
აი ამის თქმა მინდა მე რა. ამიტომ ჩვენ ახლა კანდიდატურა დაასახელოს, მათ ადამიანური შეგვაქვს აქ, იცით რა, პოლიტიკა შეგვაქვს ადამიანური და არის კიდევაც, შედის კიდევაც ეკლესიაში ეს ადამიანური მომენტები. მაგრამ მაინც ჩვენ უნდა გვახსოვდეს რა არის ჭეშმარიტი არის რომ შენ ღვთისნებას უნდა ეძებდე და შენ უნდა დაიცალო რომ შენით ღმერთმა რომ იმოქმედოს მით უმეტეს თუ პატრიარქი თუ აგირჩიეს რა ანუ სხვა არის ქრისტიანობა ამის თქმა უნდა ხო მესმის ხო აქვე უნდა აუხსათ ჩვენს მაყურებლებს რომ როგორც აღმოჩნდა წესის მიხედვით ერთი კანდიდატი ვერ იქნება ხო ან მარტო მეუფეშიოს ვერ უყრიან კენჭს აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 3 ანუ კიდევ ორი კანდიდატი დასახელებელია ვინ ასახელებს ამ კანდიდატებს თავად უნდა წარადგინონ თუ როგორ ხდება ეს თავადაც შეუძლია წარადგინოს თქვას რომ მე მინდა კი რა რატო ეს მან წერია ზუსტად წესებაში წარადგენენ სიონდის წევრები წარადგენენ მაგრამ თვითონაც შეუძლია თუ იმეს ნუ თქვა ექნება ამის კაფე სურვილი და სოლიწმინდა უკანახებს ისიც წარადგენენ ხო მინიმუმ 3 უნდა იყოს და მაქსიმუმი შეზღუდულია თუ არა ზუსტად არ ვიცი მაგრამ 3 წიგ წერია 3 და მე იქიდან იქნება 2 და მე იქ ვინც მეც დეთხოვს მეორე ტური იქნება 20 ხმა ვისაც იქნება ისა და აქ კიდე დასაწყისში თქვენ იმ ანდერძე იყო საუბარი ხა იმაზეც მინდა გამარტება გავუკეთო ხლა ანდერძი არის მე გაიხსნება ალბათ ნახავენი არის ან ანდერჩი რა წერია ანდერჩი შეიძლება კანდიდატი პიროვნება საერთოდ არ იყოს ნახსენები. ანუ არის ანდერძი თუ არ არის საბოლოო? ხო, არ ვიცი ახლა თავიდან სულ ამოვიდა ანდერძელი. ასე თქვა პროფესორმა რომ არ არის. არისო, ნუ ახლა გავხსენი თუ და არ არის. ახლა გავხსენეს არ არის. არ არის. შევა მე კიდე გავხსენ და გამოჩნდეს. მე არ ვიცი, მაგრამ თავარი რა არის? რა არ არისო ითქვა ხო რა? ხო, იქ ნახევარზე მეტი უნდა ესწრებოდეს გახსნისას. იქ რამდენიმე კაცი არის. დებულებაზე წერიც წერია. სინოდის ნახევარზე მეტი უნდა ესწრებოდეს კაცი უნდა იყოს, მაგრამ თავარი ცით რა ის ანდერძი ხო ერთი ხმა არის. ხმა არის? ხმა შეითქმება? ის ერთი ხმა, კიდევ ანუ თვლაში არის? ეხლა ჩვენ პრინციპში ეხლა რაღაც ცოტა პრობლემასავით არის, იმიტომ ამის გამოცდილება არა გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ანდერძი ანუ თვლაში შედის ხმების თვლაში. ის ხმა თუ წერია რომ აი ხმას ვაძლევ თქვა რა მეუფეს, ის არის ერთი ხმა იმ მეუფესთვის. და ჩვენ მაგალითად გარდაცვლილი პატრიარქი შეუძლია მისეს ხმა. რაც გვახსოვს აი უახლესი ისტორიიდან არის თქვა 72 წლის არჩევნები და 77 წლის არჩენი როგორც არის. სხვა ხო არ ვიცით როგორ იყო, მაგრამ ეხლა იქნება განსხვავებულად, იმიტომ რომ აქამდე შეიძლება აი პატრიარქის ან დიდი ავტორიტეტის ცილქვეში იყვნენ. ეხლა ესე აღარ არის. იქ ყველა არის თანასწორი. ყველა მღვდელმთავარი თანასწორია. ყველა თulis რომ მასზე სულიწმინდის მადლი გადმოდის და ის არის უშუალო მემკვიდრე მოციქულების, ხო? იმიტომ რომ აქ უკვე ესე რა ძალიან რთული იქნება ეს ამის მოგვარება ესე რომ იმიტომ რომ ვერავის ვერ აი დიქტატით ესე იყო ამას ვერავინ ვერ გააკეთა ეს უნდა იყოს კონსენსუსი უნდა იყოს შეთანხმება და აი ესეთი იქ რამდენიმე გამოკვეთილი ჩანს აი ხა როგორ ვინ არის გამოკვეთილი თქვენ ვინ არის მაგას არავინ არ ამბობს თქვენი აზრი მეინტერესებს ჩანს ხა მე ას ვერ ვთქვი თვითონ დამთავრები არ ამბობენ და მე რა ვთქვა ის ვინ ჩართული ის არ ამბობს ჯერ მაგრამ ფიქრობენ რომ მეუფე შიოს გარდა 1-2 კანდიდატურა უკვე არსებობს ვისაც ზოგიერთი მღვდელმთავარი უკვე ფიქრობს რომ იმას დაუჭიროს ხარ. მაგრამ რამდენი იქნება ეს, არა ეს სხვა ამბავია. ხო, მე ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე რომ პატრიარქს დომოდა რომ მეუფეშიო ყოფილიყო, მაშინ სიცოცხლეში გადადგებოდა და პირდაპირ ასე ვთქვათ, სიცოცხლეში მოიწვევდა სინოდისებას და ხმას მისცემდა თავად. ნუ ეხა ეს რაღაც 1000 წელიწადში ერთხელ ხდება ეს. ეს არ არის რაღაც საეკლესიო ტრადიციაში. რომის პაპი რო გადადგა, ეგეთი რამე იყო 1000 წლის წინ. ხო. კი ბატონო. ხო, ნუ თუმცა ასეთი მოსაზრება გამოითქვა, რომ ანუ ეს ნიშნავსო თითქოს იმასო, რომ არ იყო მაგალითად ხო არქანტი დოროთე საუბრობდა, მგონი ამის შესახებ, რომ არ თქვა ბოლომდე არ იყო ასე თქვა. ზედ რა, ჩვენ იმას არ ეხება ეს საკითხს უშუალოდ, მაგრამ აი რომის პაპის არჩევა რო ხდებოდა ბოლო 2 შეიძლება 3. იქ სწორედ ისეთი კანდიდატი შეირჩა, რომელსაც თითქმის არავინ არ წინასწარ მეტყველებდა. და ერთ-ერთ მიზეზს ახასიათებდნენ იმას, რომ ეს იყო კომპრომისული კანდიდატი. ანუ იქაც არის ხო, ზოგი უფრო ლიბერალია, ზოგი უფრო კონსერვატორია, იმას თავის კანდიდატი, ამას თავის კანდიდატი და ისე გამოდიოდა
მინდა ადამიანურად რომ აი ესე დათმა, ანუ ყველა ორივე მხარემ დათმა. ხო, რაღაცნაირად ესე გამოვიდა ლეონი შეიძლება ასე მოხდეს, ხო? ვინც არ ფავორიტი ის და ეხლა ბატონმა ლევანო ეს მოიტანა მაგალითი საინტერესო მაგალითია მოიყვანა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ხელისუფლებას რამდენად შეიძლება გქონდეს ინტერესი, ანუ არ გამორიცხეთ რომ ექნება ბუნებრივი ყოველთვის გქონდა და ყოველთვის ექნება. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება რაც გამოდის აი რომ აქ შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესიც გათვალისწინებული. ეს ინტერესი რამდენად იქნება თქვენი აზრით? მე საერთოდ რომ მეკითხებიან რუსეთის როლზე საქართველოს ეკლესიაში, პასუხობ ერთი და იმავეს. მე არა ვარ სპეციალისტი სპეცოპერაციების და ასე ვთქვათ შეთქმულების თეორიების. შეთქმულებაც არ არის ესა, მაგრამ არ გამიკვირდება აბსოლუტურად. იმიტომ რომ რუსეთი ყველა ბერკეთს ხმარობს და საკმართლმადიდებლო ეკლესია რო არ გამოიყენოს, რასაკვირველია, ალბათ ცდილობს და ეს ინტერესი ექნება. თქვენ როგორ რა თქმა უნდა მაგას და კერძოდ როგორ ახორციელებს ამას? არა, მე ხა სრულად ვიზიარებ, რაც ზანა ხა ბატონმა ლევანმა. ეხლა ეს რო მაშინ ძალიან მიამიტურად გამოვა. ჩვენ რო ვთქვათ, აქ რუსეთის ინტერესები არ არის, ის ვერ ჩაერევა და ისა. იცით რა არის? ჯერ ავიღო თქვათ განათლება ვინც მიიღო რუსეთში. იმას რაღაც პატარა სიმპათიები ხო აქვს. ეს ერთი მე წლების მანძილზე არა, მე კონკრეტულად არ ვიცვარო, მაგრამ ესე მე წლების მანძილზე მაინც თვლიდე რომ თავარი საყდენი მართლმადიდებლობისა მოსკოვი არის. იყო ესეც, ხო? ხო და ნუ ეხლა ვითარება შეიცვალა. ვითარება მთლიანად შეცვლილია 180 გრადუსით. ეხლა მე მეეჭვება. იცი რა, მოდი ახლა ჩემ აზრი ესეთია რომ კი შეიძლება ამ შემთხვევაში, კაი ახლა მახსენეთ მეუფე ნიშიო, მან იქ მოსკოვში მსახურობდა, განათლება მიიღო, რაღაც მომენტში ისინი მხარს უჭერენ. მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ის თუ გახდა პირველი პირი, რომ ის რაღაც იმათი გავლენის ქვეშ იქნება. არა, ესე არ არის. პირიქით, ის როცა მე ეხლა შეიძლება რაღაც მომენტში არა, რაღაცას დაუთქვას, როცა ის პირველი პირი ხდება ადამიანი, ნებისმიერ სფეროში, ეს მარტო ეკლესიას შეეხება. როცა ის და დიდ პასუხისმგებლობას გზნობს და ეხლა წარმოგიდგენთ, რამხელა პასუხისმგებლობა არის საქართველოს ეკლესიის მესაჭიობა. მით უმეტეს ეხლა ის სინოდის წევრები, რომლებიც არის დღეს აი ამ განწყობით, საზოგადოების განწყობა რო ესეთია, მაგას არავინ არ გააკეთებს. გასაგებია, ნახოთ რა როგორ იქნება, ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი. მაგრამ აი თქვა, იგივე იქნება პოლონეთი, იქნება თუ საქართველოს რაღაცა, ისინი ვინც იყვნენ ესეთი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, პეტერბურგში ქონდათ ყველას დამთავრებული. ანუ თავისთავად შენ რო იქ ხარ, ეს არ ნიშნავს რომ იმპერიული გახდები. არა, ეს შეიძლება პირიქითაც იყოს. ხო, რაღაც სიმპათია ჭავჭავაძეს პეტერბურგში, ხო? კი, მე მაგას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბრუნდები რომ შენ უკვე შენი ქვეყნის, შენი ეკლესიის, შენი ხალხის სამსახურში. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გუზარ ბარდაველიძე, რელიგიაცოდნა, ლევან აბაშიძე, თეოლოგი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგვეოდოთ რეკლამის შემდეგ უკვე შიდა პოლიტიკას დაუბრუნდებით, შეგახსენებთ ელენე ხოშტარიას ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ციხე ამ თემაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. და გითხრათ რომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ისჯება 2000 ლარით ჯარიმით. მაგალითად, სვეტი ცხოველზე რაღაცა რომ წააწეროთ 2000 ლარით დაგაჯარიმებთ. მაგრამ როგორც გაირკვა, კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთება ისჯება 1 წლითა და 6 თვით. განაჩენში ასევე ვკითხულობთ, მარკერი განადგურდეს, ბანერი კანონიერ პრობლემს დაუბრუნდესო, დანაშაულის იარაღით განადგურა მოსამართლემ ბატონმა არევაძემ. ბატონმა არევაძემ განმარტა თუ რატომ მიიღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება. ის ამბობს, რომ არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16 ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არც ერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე ჰქონდა შეფარდებული გირავა, რომელიც არ გადაიხადა, ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებსო. ამიტომ ყველაზე მკაცრი ზომა გამოვიყენეო, ეს არის ფაქტობრივად მოსამართლეს განმარტება. ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი და თამულა გამყრელიძე, თავისუფლების მოედნის წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ასევე გვექნება ჩართვა გეგა ლემონჯავა დროას, ანუ ელენე ხოშტარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჩაგვერთვება. გეგასთან დავიწყებთ საუბარს და მერე თქვენთან გადმოვალ. გეგა, გამარჯობა. მოკლედ რომ შეგვიფასო ეს გადაწყვეტილება და მოსამართლის განმარტება პირველ რიგში, რომ ჯარიმებს არ იხდისო და რა აზრი ქონდაო ჯარიმის შეფარდებაზე, ესეთი აზრი გამოვიდა რა ფაქტობრივად.
მერაბ საღამოშვიდობის მესამბი მაყურებელს. არავითარი მარკერი, არავითარი ბანერი სინამდვილეში ამ საქმეში არ არსებობს, ეს არის ტყუილი ყველაფერი. მოსამართლის განაჩენიც არის ტყუილი, იმიტომ რომ მათმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ერთ-ერთმა გიავოლსკიმ თქვა ძალიან ცხადად, რომ არავითარი მარკერის გამო ელენე ხოშტარია ციხეში არ ზისო, თვითონვე თქვა პირდაპირ, ანუ მთელი ეს პროცესი, რომელიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც საკმაოდ კომიკური იყო თავისი შინაარსით, ხო, ეს ამბავი საერთოდ არ არის კომიკური ჩემი აზრით, მაგრამ თვითონ პროცესი რაც მიმდინარეობდა, ნამდვილად იყო კომიკური, იქ რაღაცა ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს, ქიმიური იარაღით მოწამლეს საკუთარი ხალხი და 4 დღეში დაასრულეს გამოძიება და ელენეს საქმეზე ქიმიური ექსპერტები დაკითხეს, მოწმეები გამოკითხეს, რაღაც 1000 რაღაც ზარალი შეაფასეს 550 ლარად. მერე მოსამართლემ ეგრეთ წოდებულმა დაადგინა საიდანღაც რომ ეს ზარალი იყო აუნაზღაურებელი. ანუ იწვალა საკმაოდ ამ გიორგი არევაძემ. მერე გიავოლსკი გამოვიდა დღეს და თქვა რომ არავითარი მარკერის გამო ელენე ხოშტარია ციხეში არ ზისო. ანუ ის რაც ჩვენ უნდა გვემტკიცებინა სინამდვილეში და არ ვიცი ერთი მხრივ საზოგადოებისთვის უნდა გვეთქვა, მეორე მხრივ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ არაფერ შუაში სინამდვილეში აქ მარკერი და კალაძის ბანერი არ არის და ეს არის პოლიტიკური შურისძიება ელენე ხოშტარიას მიმართ. გიავოლსკიმ თვითონ თქვა პირდაპირ ეს ყველაფერი. მე მინდა გავაგრძელო ეს ლოგიკა და გითხრათ, რომ მართალია, რომ არავითარი მარკერის და ბანერის გამო ელენე ხოშტარია არ ზის ციხეში, არ მიუსჯიათ 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთას. სინამდვილე არის შემდეგი, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რაღაცა ძალადობრივი აქტი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, პირადად ივანიშვილის მიერ დაკვეთილი, იმიტომ რომ სხვა არ არსებობს არც ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვინც ესეთი ტიპის ბრძანებას გასცემდა, რომელიც მიზნად ისახავს მის სამაგალითო დასჯას. და ასევე გზავნილია ეს ყველა გარეთ მყოფისთვის, ვინც იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, რომ თქვენც მოგექცევით ზუსტად ესე, ვინც იცავთ საქართველოს კონსტიტუციას, ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ევროპულ მომავალს, ყველას ესე მოგექცევით. მაგრამ სინამდვილე არის შემდეგი, რომ ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია, ეგეთი ადამიანია ივანიშვილი და საჯაროთაც უთქვამს მას, რომ მას ვერ წარმოუდგენია, რატო შეიძლება ღირებულებებისთვის, ფასეულობებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანმა დათმოს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული, რაც მას გააჩნია და ეს არის პირადი თავისუფლება. მას ეს ვერ წარმოუდგენია. ზუსტად ამიტომ წააგებს ამ ბრძოლას ივანიშვილი სინამდვილეში, რომ ის მას არ აქვს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა პროცესთან აქვს საქმე და სინამდვილე არის შემდეგი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია, გაწიროს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს არის რეალობა. რეალობაა, რომ საქართველოში არის უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე რუსეთში. ესეც რეალობაა. ოღონდ ასევე ფაქტია, რომ რეჟიმმა ვერ მოახერხა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გატეხვა, რეჟიმმა ვერ მოახერხა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანების მიღწევა, ეს არის ლეგიტიმაციის მოპოვება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, წინააღმდეგობის შეჩერება, საერთაშორისო წნეხისგან თავის დაღწევა, ეს ვერ მოახერხა. პირიქით, მისი კრიზისი, რეჟიმის კრიზისი, უფრო და უფრო სერიოზულ შიხში შედის. ანუ ეს სერიოზულდება ეს კრიზისი რეჟიმისა, ხო? ეს გამოიხატება მაგალითად მოსკოვის მექანიზმის საბოლოო ანგარიშით, რომელმაც ეს რეჟიმი არალეგიტიმურობიდან ბრალდებულის მდგომარეობაში გადაიყვანა და ბევრი სხვადასხვა ასევე კანონი, ხო მაგალითად. ეს პასუხია, ასე ვთქვათ, დასავლეთისთვის, როგორ ფიქრობთ, ესეთი მკაცრი განაჩენი? არა, ეცით ეს არის ერთი მხრივ ცდელობა, რომ აიყვანონ ბევრი პოლიტიკური წვეები იმისთვის, რომ მე ივანიშვილი ალბათ იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში იქნება ტყვეებით ვაჭრობა, რაც რა თქმა უნდა სისულელეა, არავითარი ტყვეებით ვაჭრობა ამ ქვეყანაში აღარ შედგება, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტპატიმრების პოზიცია და ასევე არსებობს პოლიტიკური კლასი პროდასავლური ამ ქვეყანაში, რომელიც შეთანხმებულია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება. მეორე ივანიშვილი, რასაც იმედოვნებს ელენეს ამ სამაგალითო ვითომ დასჯით, არის რომ გაუგზავნის სიგნალს ხვებს, რომ თქვენც ან მოიქცევით ჩემი წესების შესაბამისად, ან ყველას მოგექცევით ისე, როგორც ელენეს მოვეკეცი. და მე მაქვს ძალიან მკაფიო გზავნილი პირადად ივანიშვილისთვის და ამ რეჟიმისთვის. რომ ვინც არ უნდა დააკავოთ, რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ, ეს ბრძოლა არ შეჩერდება. ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოემხობა. ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. იმიტომ რომ ეს არ არის 1, 2, 3, 10 ადამიანის ბრძოლა, ან რამდენიმე პარტიის ბრძოლა, ან რამდენიმე სამოქალაქო ჯგუფის ბრძოლა. ეს ნამდვილად არის ქართველი ხალხის
საერთო ბრძოლა ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. და ეს ბრძოლა ეხლა არ დაწყებულა სინამდვილეში, ეს დაიწყო რუსული ოკუპაციის დაწყებისთანავე. ეს არის ერთი მთლიანი პროცესი, ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რა გზაზეც იდგნენ ჩვენი წინაპრები სინამდვილეში და რისთვისაც ბევრი სისხლი და ბევრი ოფლი არის გაღებული ამ ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ ჩვენ ესე მივიჩნევთ, რომ ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული პრივილეგია, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს. ამიტომ მე მინდა, რომ მხარდაჭერა გამოუცხადო ყველა პოლიტიკურ პატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადო ელენე ხოშტარიას, ჩემ მეგობარს და თანამებრძოლს და ჩემი პარტიის ლიდერს და კოალიციის და ზოგადად ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს. დღეს ჩვენ ვნახეთ ელენეს წერილი ყველამ, ხო? მას მერე რაც მან გაიგვა მისჯის შესახებ, ჩვენ ვნახეთ ელენეს წერილი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მისი პოზიცია. კი ბატონო, ელენეს წერილს წავიკითხავ მე აუცილებლად თქვენი ჩართვის შემდეგ. დიახ, გასულეთ. დიახ, ამ წერილში ცხადად ამბობს, რომ მას გააზრებული აქვს ეს ბრძოლა, რა ბრძოლაში ვართ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ხო? ეს მართლაც არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს 1801 წლიდან და ეს არის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის რუსეთის იმპერიისგან. ეს ნამდვილად ეს ბრძოლაა. და ამ ბრძოლას ჩვენ უდგებით შესაბამისი პასუხისმგებლობით. ეს რაღაცა პოლიტიკური კარიერა კი არ არის, რომელსაც ვინმე აკეთებს, ხო, ამ ქვეყანაში, ან რაღაცა პოლიტიკური კონკურენცია კი არ არის, უბრალოდ პოლიტიკური კონკურენცია სამწუხაროდ მოკლა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში იმ გაგებით, რა გაგებითაც ის არსებობს ნორმალურ ქვეყნებში, ხო? ეს არის მართლაც საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა რუსული კლანჭებისგან, რომელიც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეხლა არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ის დამთავრდება ჩვენი თაობის საბოლოო გამარჯვებით და საქართველოს გაყვანით სამშვიდობოზე, რაც ნიშნავს საქართველოს განთავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის და უსაფრთხოების მოპოვებას. ეს არის ჩვენი ბრძოლა. და ივანიშვილი აგებს ზუსტად იქ, რომ მას ვერ წარმოუდგენია, უბრალოდ ის არც უშვებს, რომ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მიზანს აბსოლუტურად უანგაროდ ემსახურებიან და მთელი გულით და გონებით არიან ჩართული ამ პროცესში, ამ ბრძოლაში. მან ეს არ იცის და ზუსტად ამიტომ დამარცხდება, რომ არ იცის. დამარცხდება ელენესთანაც პირადად და დამარცხდება რაც თავარია ქართულ ხალხთან. გასაგებია, მადლობა დიდი გიგა ლემონჯავა გვერდთვებოდა დროას ერთ-ერთი ლიდერი. მე თქვი რომ წავიკითხავ ელენეს ასე თქვა წერილს, როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი არ აღიარებდა გესვის რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარ უპასუხისმგებლობას კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის, რომ გამოგზავნა წერილი ელენე ხოშტარიამ ციხიდან. ამ ფონზეც კი სრულიად გულწრფელად შეულამაზებლად მინდა გითხრათ, სასაცილოდაც არ მყოფნის ბიზნეს ივანიშვილს, რომ გონია დამსაჯა, ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა, ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო. მეგობრებო, ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს. არ მომზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცნობა მათზე, ვისაც ციხეს სასჯელი ან ბრძოლის შენელება გონია. პირიქით, ედგვარ სიამოვნებას გვრის, ხან ეგრეთ წოდებული მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცნობა მათ ფაციფუძზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად წყნარად ჩვენგან დარტყმებს. ერთ საკითხს მინდა შევეხო, მხოლოდ ერთხელ. ჩემს 4 შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელი და ქოცების იმედად ღმერთად ამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს 4 შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება, მათ კარგად იციან რისთვის იღებენ ამ გასაცდელს ქოცზე ბევრად უფრო კარგადო დაწერა ელენე ხოშტარიამ. ის ამბობს, რომ არავითარი შეწყალება და უკან დახევა არ იქნებაო. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სტუდიის სტუმრებს, თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თავმოყრილზე თავისუფლების მოედნის წევრი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თქვენი შეფასება გაუტოთავნოთ, თქვენგან დავიწყებთ. რას ფიქრობთ მართლა 4 შვილის დედას ბანერზე ფლომასტერით წარწერის გაკეთების გამო, რატომ იუსაჯა 4 წელი, უკაცრავად წელიწად 6 თვე ამ ხელისუფლებამ, მაგალითად თენგის შარმანაშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ ელენე ხოშტარია პოლიტპატრონი არ არის, ხომ არის წამებულის რაინდი, ხო და როგორმე წელიწად ახევარი აიტანოსო, ისევ თავისი ქცევის გამო, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაო. ხო, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ელენე დღეს მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა აღარ არის, ის არის თავისუფლების სიმბოლო.
დავეთანხმები გიგას, რომ აქ არაფერში არ არის ფლომასტრით ბანერზე წარწერა. ეს არ არის მისი დანაშაული და ამის გამო არზის დღეს ციხეში. მისი ძირითადი დანაშაული არის სწორედ ის, რომ არ აღიარებს ქართულ ოცნებას. არ აძლევს მათ ლეგიტიმაციას და არ ცნობს მათ ძალაუფლებას და უარს ამბობს, რომ მათ ცირკში მიიღოს მონაწილეობა. მოსამართლემ გააკეთა განმარტება, რომ 4 შვილის დედა თურმე იმის გამო უნდა იჯდეს დღეს ციხეში, რომ მის წინააღმდეგ 16-ჯერ აღიძრა ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ხო, ჯარიმები არ აქვს გადახდები. და ჯარიმები არ აქვს. აი, რო შევხედოთ ამ ორ ფაქტს, ქვეყანაში სადაც ამხელა სოციალური პრობლემებია, სახელმწიფო რესურსი რაში მიდის, რომ 16-ჯერ აღიძრას ელენეს წინააღმდეგ სამართალწარმოება? ანუ რა არის მისი დანაშაული, რა არის, რას გვეუბნებიან, რომ ჯარიმა არ გადაიხადა თუ წარწერა რა გააკეთა. ანუ ეს ხო ყველანაირი ლოგი, აი რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, აი ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოს. ეს ხო საერთოდ აბსურდია და ხო ფაქტია ის, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ადამიანმა უბრალოდ უარი თქვა, რომ მე ამ ცირკში არ მივიღებ მონაწილეობას. მე არ ვაღიარებ იმას, რომ ჩემ წინააღმდეგ 16-ჯერ აღიძრას სამართალწარმოება. მე არ ვაღიარებ, რომ მე არ გადავიხდი იმ ჯარიმებს, რომელიც ვიცი რომ როგორც კი ბიუჯეტში შევა, ისევ კორუფციას მოხმარდება და კახი კალაძეს რაც შეეხება და მერიას, თავადვე გამოაჩინეს როგორ კორუფციულ სქემებში არიან გახვეული და ეს არის ის უწყება, რომელიც საბავშვო ბაღებს პარავდა ფულს. და ეს არ გამოუძიებიათ წესიერად და ამაზე არ გაუწიეთ საზოგადოებისთვის პასუხი, რომ სად წავიდა მაგალითად, სად არის ის ფული და როგორ მოხდება ამ რესურსის ანაზღაურება შემდეგ სახელმწიფოში და როგორ მოხდება იმ დაზარალებული პირებისთვის კომპენსაცია, ასე ვთქვათ. და საერთოდ რაზე ელაპარაკე, თავისთავად ცხადია, რომ ამ ადამიანმა თქვა, რომ მე ამაში არ მონაწილეობ და მე ყველაფერს გაუძლებ და მე ვიქნები თავისუფლების სიმბოლო. ხო, თანგო შენ შეფასება როგორია? რას ამბობს ამით რეჟიმი? მე ხო ამბობდი, რომ ნუ გავიგე, ნუ კაი ჯარიმა არ შეუფარდეს თავიდანვე, მაგრამ ნუ ახლა 6 თვე ზის უკვე ადამიანი და შეეძლო მაგალითად 6 თვე მიესაჯა და პირდაპირ გამოეშვა დარბაზიდან, ხო? მაგრამ ესეც არ გააკეთეს, მაქსიმუმ რაღაც წელიწადი 6 თვე მისცეს. რა გზავნილია ეს? დღეს მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე სუსტი, რაც ყოფილა 13 წლის განმავლობაში და ხვალ იქნება ის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე არის დღეს. და ამას აჩვენებს ელენეს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მას ძალიან თავისუფლად შეეძლო ნებისმიერი საკუთარი მხარდაჭერისთვის აიხსნა, რომ ადამიანი უკვე 6 თვე ზის, თქვათ პირობითად 7 თვეს მიუძდიდა ან რამდენსაც და გამოუშვებდნენ შემდეგ რა, გამოვიდო და მაგრამ ესეც კი ვერ გააკეთა. ანუ იმდენ, როდესაც ადამიანი ხარ სუსტი, შენ ცდილობ რაღაც ძალის დემონსტრირებით, აი ესეთ შემთხვევებში აჩვენო გადაფარო როგორმე საკუთარი სიზუსტე, მაგრამ უკვე იმდენი ინდიკატორია ივანიშვილის სიზუსტით, რომ აი რო დავთვალოთ ეს გადაწყვეტილებაც, მაგალითად, რაც ახლა კომენტირება გააკეთა გია ვოლსკიმ, მან გიგამ ძალიან სწორად ჩააჭირა. ეს არის მნიშვნელოვანი. გია ვოლსკის გამონათქვამი შევა პოლიტოლოგიის და სამართლის სახელმძღვანელოებში, როგორც პოლიტიკური დევნასთან დაკავშირებული აღიარებითი ჩვენება. ხო, მოდი წავიდეთ, რა თქვა გია ვოლსკიმ, მაშინ ვისაც არ უნახია. რა საკვირველი ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში ის იმ საქმის განვითარების ცდილობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ხო? თვითონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სასამართლო პროკურატურა სხვა ბრალდება, ხო? ბანერის დაზიანების გამო ოფიციალურად მიუსაჯეს, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერი ქართული ოცნების, ნუ სავარაუდოდ მანამდე საუბარიან თავისი რაღაც გულწრფელი დაკვირვება ამ кейსთან დაკავშირებით, რომ კი ყველაფერი წინააღმდეგობასთან ასოცირდება, რა. იმიტომ წინააღმდეგობა, რაც მის და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და ეს საფრთხე უკვე იმდენად რეალურია შიგნით, რომ ჭირდება ელენეს წელიწადნახევრის ციხეში დატოვება, ხო? ანუ აბსურდი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ელენეს იცნობდა, მასთან შემხებლობა ჰქონდა, ხო? შეიძლება განსხვავებული აზრის ყოფილიყო მასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრძოლის უნარიანობას არავინ არ უკარგავდა. კოცებიც არ უკარგავდნენ ბრძოლის უნარიანობას და დღეს 6 თვის თავზე ამ განაჩენის შემდეგ, ვინც ამ წერილს წაიკითხავს. ანუ ელენეს დამატებითი ფუნქცია მიეცა, როგორც სიმბოლოს პოლიტპატიმარ ქალს, 4 შვილის დედას, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ საქმეს აკეთებს დღეს ავტოკრატიასთან წინააღმდეგობაში, ოღონდ ციხიდან. ხო, ესეც გარკვეული როლია შეიძლება გერგოს პოლიტიკოს ავტოკრატიულ რეჟიმთან დაპირისპირებაში, მაგრამ ის ადგილზე წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებს აძლიერებს, იმიტომ როცა ესეთი პათოსით და შემართებით იბრძვი იმ საქმისთვის, რომელშიც ხარ ჩართული,
ეს ამოტივირებს მხოლოდ ძალიან ბევრ ადამიანს, გადაუწყვეტელ ადამიანებს და ეს აჩვენებს სწორედ ივანიშვილის სიზუსტეს რა. და ამაზე თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ხაზიც გამოკვეთოთ, რა ეს არ არის მხოლოდ ელენეს кейსი, ანუ ერთ სურათში უნდა შევხედოთ ის, რაც მაგალითად პატრიარქის დასაფლავებაზე მოაწყვეს. ესეც, როდესაც გლოვის ეტაპი მათ შორის ქართული ოცნების ხალხდაჭერებში გაივლის, ამას აზრზენა ჩათვლილი, იმიტომ ეს არის ყველაზე ანტიქართული, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. მიმღებლობა ის, რომ პატრიარქის ცხედართან ჩაატარეს ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს სხდომა. წარმოიდგინე, რომ დასაფლავებაზე მიდიხარ, ან ჭირის სუფათთან მიდიხარ და საარჩევნო კამპანია რო გამართო, ან უბრალოდ ვიღაცა რო ადგეს, რო დაიწყოს ფლაიერების დარიგება. ამის მიმღებლობა ვინმე შექნება ჩვენ ქვეყანაში? ხო არ არის, ზუსტად იგივე გააკეთა და ეს გამოჩნდება. და რატო გააკეთა? იმდენად სუსტია, ანუ იმდენად სუსტია და ამას გრძნობს და ამის გადაფარვას ცდილობს, რომ მიღებულმა კანონებმა არ უშველა, ტროტუარზე დგომის გამო ხალხი ციხეში უნდა გაუშვას, არაღიარების გამო ხალხი ციხეში უნდა გაუშვას, ანუ რა აბსურდია და უცებ ვიფიქრა, რომ პატრიარქის ცხედრიდან შეიძლება რაღაც ლეგიტიმაციის ელფერი გამოდიოდეს და მოდი რა ამას მივისაკუთრებ. იქნებ ეს დამეხმაროს რაღაცნაირად ლეგიტიმაციის მიღებაში და ხო, პოლიცსაბჭოს ხდომა ჩაატარეს ეს დღეები, ანუ სრულიად ამაზრდენად. ამასთან ერთად, როცა მთელი საზოგადოება გლოვდა, ხო? ძალიან სიმბოლური ფიგურა იყო 50 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში პატრიარქი. და როცა საზოგადოება ყველა გლოვდა, ამ დროს დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების და მათთან დაპირისპირებული და წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების გაშავება, ტალახისროლა, ღვიძლის ნთხევა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომელმაც არ ვიცი რა წუხილის გამოთქვეს, მოგვისამძიმრეს კიდევაც დროშების დაუშვეს. მაგრამ აი ეძებდნენ მიზანმიმართულად და გამოყარეს თავისი პარტიული კლოუნები და პროპაგანდისტები იქნებოდნენ ეს რიგი სასულიერო პირების თუ მათ ფეიროლზე მყოფი ადამიანების და ჯოჯოხეთი ალაპარაკებინეს. და ეს როდესაც ეს გლოვის სტადია გავა, შეუძლებელია ნორმალურად, იმიტომ ეს ქართულ იმაში კულტურულ კოჩი არდევს, რომ შენ მიცვალებულს იყენებ, აი ესეთი ამაზრზენი ამბისთვის და მე დაფიქრდებიან, რატო შეიძლება ადამიანმა ეს გააკეთო და ძალაუნებურად მეორე იქამდე რომ ხო უსუსურობიდან შიშიდან გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ეს ქმედება და ეს რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო ნათლად დავინახავთ ჩვენ ამ ქვეყანაში. კი ბატონო, ხალხო თამარ, ამ ფონზე რაზე ახალ თემას ისაუბრეთ თქვენ საუბრეთ ელენესთან დაკავშირებით საცხლება, მეც გავისმენთ წინა ბლოკში რომ აი საპატრიარქომას მიმართა პატიმრების შეწყალებით და მათაც კი ვარი უთხრეს. ანუ უფრო მეტად მიდიან ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ოპოზიციის მხრიდან, ანუ რა შეიძლება როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? შეიძლება რამე დიალოგზე იყოს ამ ფონზე საუბარი, რაღაც არ ვიცი, ურთიერთობაზე? ჩვენი სტრატეგია როგორც აქამდე იყო, ისევ იგივეა. ანუ ჩვენ არ ვაღიარებთ იმ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა და არ ვაღიარებთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს აქვთ ეს ალბათ დანაშაული, ახლა ამას რომ ეთერში ვამბობ, კანონის ისჯება, მაგრამ არ ვაღიარებთ, რომ ადამიანებს ლეგიტიმურად აქვთ მოპოვებული ეს ძალაუფლება და ისინი არ არიან ლეგიტიმურები. არ ვიცი, არაფერი არ იცვლება სტრატეგიის კუთხით, არ არსებობს კომპრომისი. აღიარებაც ასე თქვა დანაშაულად. კი, ამას რო ლაპარაკობ, დღევანდელ დღეს არის დანაშაული, მაგრამ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გავჩუმდეთ. ხო, მესმის, მაგრამ აი ხელისუფლება მიდის, ხო, გამოდის, რომ უფრო ანუ არ დგამს ის არანაირი ნაბიჯს, იმიტომ რომ ეს ნაბიჯი რა იქნებოდა, ხა დებატების მოწყობა იმედში არ არის, ხო? დებატების მოწყობა იმედში გამოაცხადეს, რომ ეს არის რაღაცა გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, დეესკალაციისკენ, მაგრამ ხა დებატები სახელმწიფო არხზე, თან დებატებში ბრუნდებითო და მარტო სახელმწიფო არხზე ანუ სხვა ტელევიზიებში არ მიდიან, მარტო იქ უნდა დებატები და პლუს პარალელურად არანაირ შერბილება უკან დახევა პატიმრებისთან დაკავშირებით, ხო და ეს რამდენად არის ახლა გადმოდგმული ნაბიჯი თქვენ ეს? პატიმრები თავადაც არ არიან, როგორც ხედავთ ამაზე თანახმა. ქართული ოცნება არის პოლიტიკურ კრიზისში შესული. ანუ სრულად ჩიხშია შესული, იმიტომ რომ აქეთ მხარე არანაირი კომპრომისი, მათ შორის პატიმრები პირველ რიგში არ მოდიან ამ კომპრომისზე, მათ არ აინტერესებთ არანაირი დიალოგი, აქ მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ანუ უბრალოდ ერთი ვარიანტი არსებობს, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დათმოს ძალაუფლება. უკეთეს შემთხვევაში მან უნდა სამართლიან პირობებში ჩაატაროს არჩევნები.
მათ ან სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს. არანაირი ვერც შიდა პოლიტიკურად, ვერც რა თქმა უნდა გარეპოლიტიკურად მათი მმართველობის პირობებში ვერ მოხდება ამ პოლიტიკური კრიზისის გამოსწორება. აქ ასევე მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულება. ხედავთ, რომ იგივე ელენე ხოშტარიას საქმეზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია გამოიტანა რამდენიმე კვირის წინ, სადაც ის კარგად აღნიშნავს იმას, რომ რის გამო არის ელენე სწორედ დაპატიმრებული. გარდა ამისა, აღნიშნავს იმ არაჰუმანურ პირობებს, რომელშიც ის იმყოფება. მსგავს რეჟიმებთან არც ევროკავშირი და არც ამერიკა არ ამყარებს არანაირ ურთიერთობას. ანუ ესენი არიან პრორუსული, ანტიდემოკრატიული რეჟიმები და თუ რაღაცა არის ერთი რამე შეიძლება გამოყვოთ, რაც ცალსახაა დღევანდელ სოფლიოში, აგერ კარგად ხედავთ ამერიკა და მით უმეტეს ამერიკა როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს მსგავსი რეჟიმებისადმი. ან ქართული ოცნება დღეს მიეკუთვნება ასეთი დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმების სიას და ამათთან არც საქართველოს მოსახლეობა და ქართველები არ აპირებენ შეგუებას და არც საგარეო მიმართულებით დემოკრატიული ქვეყნები არ აპირებენ თანამშრომლობას. ხო, ну, ანუ თუნდაც არ საგარეო მიმართულებით თუ უნდა რაღაც დიალოგის აღდგენა ან ევროკავშირთან, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათთვისაც ხო კარგი გზავნილი იქნებოდა, რომ აი პატიმრებს უშვებ, რაღაც კომპრომისზე მივდივარ. ხო, არა, ამას არ გეტყვი, პირიქით უფრო გამწვავებაზე მიდის და რატო თქვენი აზრით? მათი ქმედებები ხშირად გაუგებარია. ანუ ბევრი მათი ქმედება თავიანთივე საზიანოა. მართალი გითხრათ, ხო, სავარაუდოდ გიგაბატს აღნიშნა, რომ ვაჭრობისთვისაც უნდათ, რომ ეს პოლიტპატიმრები ყავდეთ, მაგრამ ეს მართალი გითხრათ, ვთვლი, რომ საერთოდ რაღაც რეალობას მოწყვეტილია. და გარდა ამისა, ანუ უბრალოდ ლოგიკას, ანუ მათ მართლა ეშინიათ, რომ ეს ადამიანები იქნებიან გარეთ. ცდილობენ, რომ სხვა ყველანაირი მექანიზმი პრინციპში ხელიდან გამოეცალათ, ახლა მიიღეს, იღებენ ამ რაღაც აბსურდულ კანონას, მაგრამ არავინ არ ითვალისწინებს. ანუ ერთადერთი რაც დარჩათ არის, რომ ეს რაღაც რეპრესიები გაამწვავონ და ნუ ვინც კი შეუძლიათ, მით უმეტეს თუ ეს ადამიანი არის პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი, რომელსაც კარგად ვიცით, რომ აქვს ხალხის ნდობა და კარგად, ნუ ეს ადამიანები ფიზიკურად გამოკეტონ. ანუ სხვა მას არაფერი აღარ დარჩენია, ანუ ეს ადამიანები უნდა ჩამოაცილონ ყველანაირ სივრცეს. და სწორედ ახლა იგივე საპატრიარქოს თემა იქნება თუ უნივერსიტეტების თემა თუ ნებისმიერი სივრცე, ანუ ქართული ოცნება ცდილობს რომ მთლიანად თვითონ დაიკავოს ეს სივრცე და ეშინია ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის თავიანთი წევრების. ანუ ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ოდნავ მაინც კრიტიკულად შეხედავს და რაღაცა აზრს გამოთქვამს. ხო, თქო, თქვენ რას ფიქრობთ? როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში ურთიერთობა ხელისუფლებასთან? თუ ეს ურთიერთობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესების განვითარება? მედიცინაში ექიმებისთვის არის მთავარი წესი. პირველი, არ ავნო პაციენტს. განკურნებაზე წინ დგას არ ავნო, ჯერ არის ეს. იგივე რო გადმოვიტანოთ ეხლა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზე და ავტოკრატიასთან დაპირისპირებულ მებრძოლ დემოკრატიულ ძალებზე არ გააძლიერო რეჟიმი. ანუ პირველი ეს არის. არ უნდა გააძლიერო ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებ იმ შემთხვევაში, თუ შენ რაღაც ფსევდო ერთობებზე, ანუ რაც შემოგდებული იყო ეხლა ნარატივი ამ დღეების განმავლობაში გავიგეთ, რომ თითქოს ყველა უნდა რაღაცა გაერთიანდეს, გამთლიანდეს, სუსტის პოზიციიდან რაღაცეების თხოვნაზე, რომ აი შტაგვინდე, მოდი რა, ვივაჭროთ პოლიტპატიმრებთან, რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოუშვი დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ, ან ცოტა საარჩევნო კანონმდებლობაში რაღაცა შეგვიცვალე და არჩევნებზე ვიფიქრებთ, ან მოდი რა ნორმალიზების ფასადი შევქმნათ და დებატებში მოვალთ დემოკრატიული პარტიები და იქ თითქოს საგნობრივად გაგიცვლით რაღაცები. ეს ყველაფერი უაღრესად დასუსტებულ ივანიშვილს გააძლიერებს და მიცემს მას გარკვეულწილად ნორმალიზების საშუალებას. და ამას აქვს შემდეგი ეტაპი, როგორც კი ის შეძლებს ადგილზე ნორმალიზებას, ანუ ცოტა ძალების მოკრეფას, მას დასავლეთთანაც ექნება გაცილებით ძლიერი სავაჭრო პოზიცია. და რატო არ აქვს დღეს, ეხლა რატო არ გამოუშვა? იმიტომ რომ საერთოდ ვერ მიაღწია ვერაფერს, რისი სურვილიც მას გააჩნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თორე ბიძინა ივანიშვილს სულ უკაცრავა და სულ ფეხებზე კიდია 120 პოლიტიკური პატიმარი უზის ციხეში თუ ორი მხოლოდ გამოუშვებდა აბსოლუტურ უმრავლესობას. თუ რაღაც გარანტია ექნებოდა, რომ
დასავლეთთან მოახდენდა ნორმალიზებას და საკუთარი რეჟიმის აღიარებას. ზუსტად ეს ვერ მიიღო. ზუსტად ის პირობა უნდა შეიქმნას, როგორც ლუკაშენკომ შეძლო ბელარუსიაში, მაგრამ ბელარუსიას და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებაა. იმიტომ ის ქვეყანა დასავლეთის პერსპექტივიდან უკვე დაკარგული იყო და რუსეთის ნაწილად ითვლებოდა, ეხლა ნელა მოშინაურება ხდება, იმიტომ პროტესტი და საზოგადოება იქ უკვე არ არსებობს, რომელიც უპირისპირდება ავტოკრატიას და საქართველოში ყველაფერი საწინააღმდეგოა. ზუსტად ამიტომ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი 15 თვის განმავლობაში, ანუ რა არ გააკეთა, ხო? რეპრესიები, ციხეები, ჯარიმები, სახლებთან დახვედრა, არ ვიცი, შეურაცხყოფები, დემონიზება ადამიანების არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ანუ ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ გააჩნია, თორე გვესროდა მაგასაც, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია და იმისთვის არსებითი კომპონენტი იყო, ანუ ხედავს ყველგან, რომ აი როგორ მიმდინარეობს ავტოკრატიებთან ურთიერთობა. და სადაც საზოგადოება ბოლომდე გატეხილია, ხო, იქ ივანიშვილისნაირ დიქტატორსაც დაელაპარაკები რაღაც თემებთან დაკავშირებით. ამას ვერ მიაღწევს საქართველოში. ამიტოა შეშინებული, ამიტოა სუსტი. და არ უნდა გავაძლიეროთ. დანარჩენი უნდა გავაკეთოთ ის, რისი ჩვენ უკვე ვჯერა, ანუ პოლიტიკური პარტიებს ამ თვეების განმავლობაში დემოკრატიულ პარტიებს ქონდა ურთიერთობა ერთმანეთთან, ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ საკუთარ თავებთან, მათ შორის ერთმანეთთან, რაღაცებს საგნობრივად დავახლოვდით, შინაარსზე, სტრატეგიაზე, ქცევის წესებზე, ოპოზიციის ალიანსი ჩამოაყალიბეთ და ჩვენ უკვე ვჯერა იმის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც შეუძლია რეჟიმი დემოკრატიულად ჩაანაცვლოს. და საზოგადოების ნაწილსაც ჯერა უკვე ამისი, რადგანაც შეიძლება იყოს ჩვენი ამომრჩეველი, შეიძლება იყოს თავისუფლების მოედნის ამომრჩეველი და სხვა პარტიების და აი ამ ლიდერების რწმენა გააჩნია. მაგრამ ეს უნდა გავზარდოთ, ან ნდობის ხარისხი საზოგადოების უფრო ფართო წრეებში უნდა გავიტანოთ. ანუ აქტიურობა, პოლიტიკური აქტიურობა, თანმიმდევრული ბრძოლა, სტრატეგიის დაცვა, ქცევის წესების დაცვა, რომ პერსპექტივა დაანახო ადამიანს, ეს რეჟიმი როცა ჩამოიქცევა, აქ რაღაც განუკითხაობა კი არ დაიწყება, აქ იქნება დემოკრატიულ საფუძვლებზე შემდგარი პოლიტიკური სპექტრი, შესაბამის საზოგადოება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მთელ საზოგადოებას ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან ერთად. თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში პოლიტიკურ ბრძოლას, იგივე ალიანსებს ყველა? ნუ ოპოზიცია გაერთიანდა და რაღაც ნაწილი ეს ოპოზიციური ალიანსი შექმნით, მაგრამ მეორე კითხვა ისმის, ნუ გაერთიანდა მე რა ხდება? ხო, ამ ვითარებაში ეს კონტექსტიდან რო გამოვიდეთ, ხო, რაც დავეთანხმებით თენგოს არ იყო ნდობა, ძალიან დაბალი იყო ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი. ანუ ჩვენი ოპოზიციის ძირითადი ამოცანა ახლა გაიზარდოს ხალხის დაკვეთა იყო. ანუ ხალხი იძახდა, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ სიახლე დავინახოთ პოლიტიკაში. ხალხი ასევე იძახდა, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ დავინახოთ ერთიანობა და თანამშრომლობა. ეს ყველაფერი შესრულდა, მაგრამ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ნდობა გავზარდოთ მათში. ის, რომ ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში თანამშრომლობენ, გამოდის, რომ ერთმანეთსაც გარკვეულწილად ნდობას უცხადებენ და ანუ რეალურად არის ნიშანი საზოგადოებისთვის, რომ თქვენ შეგიძლიათ, ანუ იპოვეთ თქვენი თავი და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აი ესეთი სახის სტრუქტურა შეიქმნა ამ ალიანსში, რომ ეს არის ერთობა, მაგრამ არის ასევე ტოვებს სივრცეს, რომ იყო განსხვავებული. რომ ამომრჩევლ საზოგადოებმა ნახოს, აღმოაჩინოს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სწორედ მისი გემოვნების არის, მისი ღირებულებების არის. ჩვენ ხო ამომრჩეველზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ არჩევნებზე ვერ ვსაუბრობთ. ამომრჩეველი მოქალაქე ცხულა. ხო, ანუ მოქალაქე პროტესტში ხო ჭირდება. ანუ განსხვავებულია კონტექსტი, რომ არჩევნებზე არ მიდის ახლა, ხო, ოპოზიცია. ანუ არჩევნები როდის იქნება არ ვიცით და არჩევნებს მივახცებთ პროტესტის გაფართოებას. როცა იქნება, როგორი იქნება ის არჩევნები და იმ არჩევნებში ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება, ეს კიდე მეორე საკითხია. ჩვენ პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის. მეორე საკითხია, ახლა თუ დაინიშნა არჩევნები, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, ანუ გააჩნია რა პირობებში იქნება და იქიდან გამომდინარე თანახმოვი იქნებით თუ არა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან რთულია თქმა, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული ის, როგორ წარიმართება სიტუაცია. თუმცა კარგი ის არის, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ მძლავრია უკვე და ნებისმიერი წინააღმდეგობის და ნებისმიერ სიტუაციაში მოხდება არა დამოუკიდებლად და დანაწევრებულად, არამედ ერთიანად მოხდება გარკვეული სტრატეგიის და პოზიციის შემუშავება. ის რომ ახლა თქვა დარწმუნებით რომ ანუ საარჩევნო პროცესში სხვანაირად მოქმედებთ და არა, სინამდვილეში ერთ და იგივე ბრძოლა. სინამდვილეში ერთ და იგივე რაღაცა. რასაც ვაკეთებ, დაინახე.
საარჩევნო კამპანიაში, ანუ ჩვეულებრივ დემოკრატიულ პოლიტიკურ წყობაში, პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოხიბლო ამორჩეველი დაარწმუნო შენი შინაარსით და შემოგიერთდეს, ან თვითონ გააქტიურდეს, ან ყველაზე პასიური ფორმით არჩევნებზე მოქცეს ხმა, ხო? მაგრამ აი ეს პროცესი რაც აღწერი, იგივე ჭირდება დღეს პოლიტიკურ პარტიებს იმისათვის, რომ ადამიანები შემოვიყოლოთ პროტესტში, რომელიც დღეს მდგომარეობით არ არიან. ჩვენ ხო პროტესტი უნდა გავაფართოვოთ. ანუ საქართველოში ეს ბრძოლა დაპირისპირება გადაწყდება ქუჩაში. ადამიანების რაოდენობით. არჩევნებზე, ნუ ნიკა გვარამია თქვა, რომ არჩევნებზე ნახე შეხედე, შემდეგი სტადია. ქუჩაში გადაწყდება. ქუჩაში გადაწყდება ნიშნავს ქუჩა აიძულებს ივანიშვილს გაფართოებული პროტესტი ჩვენ პირობებზე წამოვიდეს უკვე ისეთი დღეში იქნება და ვერტიკალი ისე იქნება ჩამოგრეული, რომ ზუსტად ჩვენი კარნახით წამოვიდეს თავისუფალი არჩევნების პირობებზე. და ეს ახლა იმაში მდგომარეობს თუ არა, რომ ჩვენ მის პარლამენტს თუ პარლამენტად წოდებულ შეკრებას მივცემთ მითითებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნოს ესა და ეს პიროვნება, რომელიც საზოგადოებასთან ერთად არის შერჩეული. შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგება და მოვალეობაში დღეს რა ნიშნები ჩანს, ხო? ჩანს რა, რამდენიმე კომპოზიცია შედება რა იმისთვის აუცილებელი. ნახე, იმისთვის არის აუცილებელი, რომ ზუსტად ეს მოხდეს, ანუ შენ შეძლო შენი წესების თავზე მოხვება პოლიტიკური ოპონენტისთვის, ამ შემთხვევაში კი რეჟიმისთვის, არის აუცილებელი, რომ რეჟიმის ვერტიკალი არ ფუნქციონირებდეს ეფექტურად, ან სუსტი იყოს. და ივანიშვილის სისუსტის ნიშნები უკვე ჩამოვთვალე, ამას ახლო მომავალში საზოგადოება გაცილებით ცხადად დაინახავს და პოლიტიკურმა ალტერნატივამ, პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს იმ პროტესტის და ბრაზის ტრანსფორმაცია პოლიტიკურ პროცესში, რომელიც არსებობს და ამ პროტესტის გაფართოება. ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ამ ნაწილზე. არაღიარების კამპანიით უწყობთ რეჟიმის ვერტიკალის ჩამოშლას ხელს და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ვერტიკალი ჩამოშლილია ან ჩამოშლის პირობებში იმყოფება, როგორც საბჭოთა კავშირი. ჩვენ გვაქვს ისტორიული მშვენიერი მაგალითი, ის არ არის ერთ-ერთი თანხმედრა დღევანდელ ვითარებასთან, მაგრამ ძალიან ახლოს არის. 1990 წელი კომუნისტური პარტია რა ვითარებაშიც იყო, რა წესიც ქართველმა ხალხმა მრგვალმა მაგიდა მოახვია მათ თავს, შეაცვლევია მთელი საარჩევნო კანონმდებლობა და მათ მიერვე ჩატარებულ არჩევნებში თავზე დაახია და ქვეყნის დამოუკიდებლობა ფაქტობრივად მათ მოიპოვა. ეგეთ მდგომარეობაში მიზანი არის ეს. და ამ გზით უნდა ვიაროთ და დანარჩენ გარემოებებს დროთა განმავლობაში თუმცა ნიკა გვარამია რომ ახსენე ის საუბრობდა იმ შესახებ რომ აი CSKO-ს თავმჯდომარეს თუ რაღაცა გამოცვლიან და კანონებს შეცვლიან უკვე საკმარისია და არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. CSKO-ს თავმჯდომარე შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს რელევანტური პოზიცია თუ გარკვეულწილად ვერტიკალი უკვე არის მორღვეული. თუ ვერტიკალი განსხვავდება თქვენი მოსაზრებებით. თუ ვერტიკალი მორღვეული არ არის თუ ვერტიკალი მორღვეული არ არის, CSKO-ს თავმჯდომარე არის უბრალოდ ნოტარიუსი. იმიტომ არჩევნები ყალბდება და ყველაფერი მზადდება მანამ. ამიტომ გაუგვირდა ბევრს ნიკას ეს განცხადება. არა უშავს, ვისაუბრებთ ბევრ თემასთან დაკავშირებით და ახლა მომავალში ეგეც გამოდის. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებებს საუბარში და ერთმანეთში ასე ვთქვათ შეთანხმებაში. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თავგანყურებელზე თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.